მაგარი ფსიხოპატი ხარ ჩიკაჩერევიჩო. რამე ახალი თქვენ. ნაბარა რუსთავამდე თო. მაგრამ გარდაბნამდე ჩასულიყო. რამექნა, ჩამომეფლაშა ნერვიულობისგან ეს გოგო თვალწინ. და სიკვდილს გადავარჩინე, ნო? შენ ეგეთ რამდენ გაჭირვებულს დახმარებული ხარ თქვენ? მე ვიჩნათ. რავი დოხუია იბოლშეტო. ხო და შენ გევარ. მე გააჯვა იმ სირმა. ვაიმე არ ვიცი, შენი სახელიც უხსენე. მე უთხარი აი ვერიტანს ქალებს რო ჩაგრავენ თქო. რატო ვიცი ხოლმე რაღაცების დაბრალება რაც მაგრაყლეზე მკიდია თო. რა გკიდია? რა და ვიღაცა გიას დარჩება ეგ შენი თამუნა თუ ბაკარს. ვაიმე შაგუ რატო ჭედავ დეპრესია გეტაკა? აუ რაღაც არ მეძინება და რა მეფიმსუყუროთ გთხო. გთხო. რას? რამეს? გაჭირებულებზე და დაბალფენებზე. ვიცი, პაზულინის მარტო ხარჯი გარო. მარა თუ რამე აექვიარია რა. ბოლო დროს რაღაც ხალ შოკოლადეზეა. ეგა მეცფევასება მაგრად. так. რა საქმე მქონდა ახლა მეთქვა. ისმენთ, აბა, მოდი გვაინტერესებს ჩვენც. ვისკი რა ჭუკლი რა. ჩიკამ დამირეკა გაოგნებულმა რა. იმენა ისეთი გაკვირებულიყო ქართული ახსო და ძლივს. ხო და ბიჭები აპირებინო კლუბის დახურვასო. კაცი გელაგოჩას დაბადების დღეზე ცოლების პატარა ცეტობას ვერ პატიობენ და მე გამოვყლებ. მეთქი არა. ივაგონ, არ მოგვეწონა ჩვენი ცოლების აქციები და არც კლუბი აღარ მოგწონს. და უნდა დავხუროთ რა. რა პრობლემაა? შენ თუ გიდა გოგუგზელე შენ ცოლს. ყველას კი არ უშლი ჩვენ შებესასაქმიანობას. ბიჭო, რაღაცა ყლეობას რო ჩაიფიქრე. მაგყლეობით ვინმე შეურაცხყოფას აყენებ თუ არა, მაგაზე არ უნდა იფიქრო, ა? მოიცა კაცო, მოიცა. ვინ შეურაცხდა? მე მეიცა გასა. შენ რა ფერი მან? მართლა ვერ ხვდებით, ხო? ვერა. ფული როგორ შევეთ, ჩემი კარგი მოტყათ ხვდები. აღარ ეტყვი ხარ რა გეწყინა. თუ ფემინისტი ხარ, რა გადადებს საერთოდ ვერ ხვდები. ეხლა დაუკვირდით. ჩემი ცოლი თქვენ ცოლებთან ერთად წავიდა გასართობად, ხო? იქ პატარა ექსტაზჭიკებით ჩაარტყეს, დალიეს, იცეკვეს, გაერთნენ. მერე მთელი ქალაქი დილით თავზე ჩამოიმხეს და თქვენ ამის გამო ცოლებს ჯიით, ხო? და ანუ რა გამოდის, რომ მე ყლევარ. ცოლი თავზე მაზის და ამას მეუნებით ირიბად, ხო? აი მესის მიგზავნით მე. შავლეკო მადლობას. არა, კაცო, საიდან მეიტანე, მაგე? აბა როგორ? როგორ და ჩვენ არ მოგწონს მასე რო იქცევიან ჩვენი ცოლები. მასე როგორ ჩემი ცოლისნაირ რა? არა, საქციაში კი არ არის საქმე კაცო. ვერ გავიგე რა. აი თავიდან მეგონა რომ უნებლიეთ და დაუფიქრლობით შევუვლებთ. აი ახლა მიყურებთ თვალებში და მეუბნებით რომ როცა თქვენი ცოლები ჩემი ცოლისნაირად იქცევიან თქვენ თენგოის და ბაქარას ეს არ მოგწონს და თქვენ ცოლებს დასჯით. ხო? ანუ მე ყლევარ და მევასება და თქვენ მაგარი როჟები ხართ, ხო? შენი ცოლი დიდი ხანია ტუსოვკებშია, ზვაო და იცის როდის რა უნდა თქოს და ამათმა რო ეიწვიდო, ხო? მასე არ გამოვა. აი, ეშინია ბიჭო ცოლების გოლაობის, ა? ეშინია გია. ვაბა რასატრაგებდო? ბიჭო, თქვენი ცოლები მოხდნენ ქალაქის ყველაზე თეს ტუსოვკას. აი მის ციკით. დონე უკვე აღარ არსებობს, გაიგე? ხო და დაყენდით და შეირგეთ რა. აყევით ცოტა ქალაქისმის დო. აღარ არის დრო უკვე, ა? რაც სხვანაირად გეიგე შენ. ეს კლუბი არის ჩემი, თქვენი და ყველას ბიზნესისათვის ძალიან კარგი და მომგებიანი და არა პირიქით. ცოტა ზემოდით ჩემი დედამოწ